მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. გასულ კვირას მიუნხენში გამართა უსაფრთხოების საერთაშორისო რიგით 62-ე კონფერენცია, რომელსაც რეალპოლიტიკა პირველად აშუქებდა ადგილიდან. მიუნხენში იმყოფებოდა ჩვენი მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე, რომელიც დაგვიბრუნდა და დღეს სწორედ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებზე, კონფერენციის ატმოსფეროზე და სხვა საინტერესო დეტალებზე ვისაუბრებთ. ზაზა გაგვიზიარებს თავის შტაბის ამ ღონისძიების შესახებ. მანამდე კი გთხოვთ, რომ გამოიწოროთ ჩვენი YouTube არხი და დალაიქოთ თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, რა თქმა უნდა. ზაზამ, მოგესალმები. პირველ რიგში იქნებ გაგვიზიარო შენი შტაბის ზოგადად მიუნხენში მოგზაურობისგან და შენთვისაც პირველი კონფერენცია იყო, რომელსაც ადგილიდან აშუქებდი და ესწრებოდი. ზოგადი შტაბის როგორი იყო, რა მიიქცია ყურადღება, რა იყო მოულოდნელი სპეციალურ შტაბის ტელევიზიაზე გეკითხები ამ მომენტისთვის. მივესალმები მეც მაყურებლებს. უშუალოდ მიუნხენს რაც შეეხება პერსონალური შტაბის ტელევიზიები, ალბათ იმით უნდა დავიწყო, რომ პრინციპში შუქი არ იყო, ძალიან უჭირთ. საჭმელი არ არის, გრაფიკი ათფობაზეც და აი ამ ძიმე სიტუაციაში, როგორც მთელ ევროპაში, ისევე მიუნხენიც აი ამ ვითარებაში იმყოფებოდა, რამაც გამახსენა 90-იანები. და ნუ როგორც კი იყო, ეგ უფრო იტალიისკენ, ნუ რეალურად კი შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას მე პირველად ვიყავი, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ერთადაც მიგვიდევნებია თვალი და ისედაც არის ალბათ განსაკუთრებით ბოლო 10 წელიწადში ალბათ გასული წლის გამო არის ხო, რაც მნიშვნელობა შეიძინა. სანამ რაღაცა უფრო პოლიტიკურ საკითხებზე გადავალთ, ალბათ ხაზგასასმელია ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იმ მხრივ, რომ მართლა მთელი მსოფლიო მანდარი. ეს როგორც ჟურნალისტისთვის ერთის მხრივ არის ძალიან დიდი ფუფუნება, რომ ყველა ხელის გულზე ყავს, მეორე მხრივ არის ძალიან ისეთი დამქანცველი და პრინციპში ალბათ გამოცდილება მან ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ 3 დღის განმავლობაში რამდენიმე შენობაში იმართება, ასე ვთქვათ, ეს თავარი ღონისძიებები, სულ 3 ქუჩაზე, რაც წარმოვიდგინოთ ხელოვნურად შექმნილი და გადაკეტილი მცირე ტერიტორია, სადაც ადამიანების უმრავლესობა წარმოადგენენ იმათ, ვინც დედამიწაზე იღებენ მთავარ გადაწყვეტილებებს. აქ მარტო ლიდერებზე არ არის, აქ არის დიდ ბიზნესმენებზე. მაგალითად, პირადად მე არ ვიცი, დემონიზირებული ვიღაცებისთვის ალექს სოროსი, მეორე ფლანგიდან მე ასე ვთქვათ, მარჯვენა ფლანგიდან წარმოვიდგინოთ, სხვადასხვა ბიზნესმენები შეხვდნენ, ასევე ადამიანები, ვინც მედიაში არიან, ამას სპეციალურად არ ვლაპარაკობ პოლიტიკოსებზე, ან ყოფილ პოლიტიკოსებზე. შესაბამისად, აი ატმოსფერო არის ესეთი ამ 3 დღის განმავლობაში, მიუნხენის აი ამ კონკრეტულ ნაწილში და ადგილზე შენ შეხვდები ყველას და ნუ შენი ინტერესიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მე ამ შემთხვევაში როგორც ჟურნალისტი განსაზღვრავს საკუთარ ასე ვთქვათ საქმეს. ჩვენ შემთხვევაში მართლაც აღსანიშნავია, რომ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძიმე სიტუაციაში მედია იმყოფება საქართველოში და არ ვიცი თქვენ პოდკასტებს ვივადევნებ თავს, მაგრამ მე კიდე უფრო ღია ჩემელია თქვა, რომ მათ შორის რეალპოლიტიკას ისე როგორც ხო ქართული მედიის კითხვის ნიშნის ქვეშ ვდგავართ, აი ამ რაღაც ძალიან კრიტიკულ მონაკვეთში ყოველ შემთხვევაში და მაშინ როდესაც 5 წლის გავხდებით მალე გაზაფხულზე მნიშვნელოვანი თარიღი იქნებოდა ასე ვთქვათ ხო პრობლემები რო არ ედგეს როგორც ქვეყანას ასევე მედიას რომ ჩვენ რაღაც აი ამ ფლანგზეც შევეცადეთ და დავიწყეთ ასე ვთქვათ აი ამ საერთაშორისო ნაწილის კიდევ უფრო აქტიურად გაშუქება. კი, ანუ პრინციპში ჩვენ პირველივე წლიდან ჩვენი არსებობის გვინდოდა და ვფიქრობდით და გქონდა ამისული რომ მიუნხენი გაგვაშუქებინა ადგილიდან იქიდან გამომდინარე როგორც შენახსენე მთავარი პოლიტიკური ფორუმი არის ყოველ შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური თანამეგობრობისთვის, პოლიტიკური თანამეგობრობისთვის დაიწყო როგორც კონკრეტულად მე მგონი როგორც ისტორია არის კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკურ ფორუმად ჩაიყო ჩაფიქრებული, მაგრამ გახდა ხო რა, ნამდვილად მთელი გლობალური მნიშვნელობა მიიღო და მიხარია რომ მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, რაც საქართველოში მედიებსა და დამოუკიდებელ მედიებს აქვთ, ჩვენ ეს შევძელით. მოდი მე გადავიდეთ ზოგადად აი ამ როგორ თქვა ვაიბი როგორი იყო ამ კონფერენციის, იმიტომ რომ წინა წელს გვახსოვს, რომ წინა წელს დაგომახსოვდა მთავარი რაც იყო გამოსვლა იყო JD Vance-ის ეს სკანდალური გამოსვლა, რომელიც სავსე იყო ევროპაზე თავდასხმის პასაჟებით და რაღაც ესეთი შოკის მომგვრელი ფრაზებით, ხო, ასე ვთქვათ, წელს იყო თუ არა ეს რაღაც წინა წლის გამოძახილი შეიმჩნეოდა თუ არა
განწყობის თვალსაჩინოებით იგივე ვთქვათ მედიაში ან დავსწრეებში და ასევე ვთქვათ რა მიიქცია ყურადღება ან ჩვენი ახმა აქ ყოველშემთხვევაში თბილისში იყო რომ ვიმსვადებლები თვალს მათთვის იყო რომ მთავარი გამოსვლა იყო მარკო რუბიოს გამოსვლა და ვთქვათ ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ალბათ მნიშვნელობით ყველაზე ესეთი ამის შემდეგ ყველაზე დიდი მნიშვნელობა მას ჰქონდა. მოდი გაგვიჯერე, ანუ რამდენად სწორი არის ჩვენი ეს დაბეჭდილება თუ ადგილზე ყველაფერი განსხვავებულად ჩანდა? ალბათ შეფასება სწორი არის. მნიშვნელობის თვალსაზრისით მან დამგონია რამე აცდენა იყოს, რომ მნიშვნელობით ალბათ რუბიოს გამოსვლა იყო ის, რასაც ყველა იღოდებოდა, ასევე უკრაინელები როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეები, ასე ვთქვათ, და ამ შემთხვევაში ზელენსკის გამოსვლა. ის, რომ ამ კონფერენციას გასული წლის JD Vance-ის ეს სკანდალური გამოსვლა ფონად გაყვებოდა, ეს ასევე სწორი არის. გარდა ამისა, უშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა გამოსული რაღაც თვალსაზრისით აი გასული წლის JD Vance-ის გამოსვლას პასუხობდა. ეხლა მეორე მხრივ ეს ხო არ არის რაღაცა გასულ წელს კონფერენცია ჩატარდა და წელს გაიმართა და გეგონება შუალედი არ ყოფილა. ეხლა მთელი დინამიკა ხო ესეთი იყო, ხო, ამერიკა-ევროპის ურთიერთობის, რომ პრინციპში ის იყო დეკლარაცია, შემდგომ ამას ნაბიჯები მოყვა და აქედანაც ევროპელებმა მთელი წლის განმავლობაში კონტრპასუხებს, ასე ვთქვათ, იძლეოდნენ. უბრალოდ ეხლა სიმბოლური არის, რომ ისევ მიუნხენის კონფერენცია. განსხვავება ალბათ ის იყო, რომ რამდენადაც მე ჩემი პერსონალური აზრი, რამდენადაც ვეთანხმები იმ აღქმას, რომ მნიშვნელობით ალბათ მარკო რუბიოს და ზელენსკიდან ის რაც ეხლა მთადარიც აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა შემდგომ რა ხდება. მეორე მხრივ მე რასაც ქართულ მედიაში და ქართულ სოციალურ ქსელებში ვუყურებდი, რატო იყო ესეთი აღმოფრთოვანებელი მარკო რუბიოს გამოსვლა. ჩემთვის რთულად დასანახი არის სიმართლე რომ თქვა, იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში შევეცდები მაინც ჩემი პერსონალური აზრისგან არ გადავტვირთო ასე ვთქვათ. ჩვენი მაყურებელი, მაგრამ ამ პოდკასტის მიზანი სწორედ ეგ არის. მაშინ ბოლოსკენ ბოლო ის რა ქვია, ბოლოსკენ ვთქვი ჩემას, მაგრამ რაც იყო კულუარებში, ასე ვთქვათ, იყო ის, რომ პრინციპში ტონალობა იყო სხვაობა და ნუ რაღაცა გარკვეულწილად ფასადურად იყო განსხვავებული ფორმით, ნათქვამი დაახლოებით იგივე, რაც გასულ წელს ითქვა. გასაგებია, რომ გასული წლის შემდგომ დინამიკა შეიცვალა. United States and Europe, we belong together. We made these mistakes together. And now, together, we owe it to our people to face those facts and to move forward, to rebuild. რაღაცა აღარ არის ისე, როგორც იქამდე იყო და ვიღაც შეიძლება, მან მოკლედ რაღაცა, ასე ვთქვათ, ჩარჩოდნა სხვანაირია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი რა ქვია, ჟრიამული, ასე ვთქვათ, ეს სიტყვა რომ გამოვიყენო, რაც ქართულ სოციალურ მედიაში ხშირად კარგად ნაცნობი სიტყვა შეინიშნება, ხოლმე ჟრიამული ზედმეტი იყო აბსოლუტურად ვინაიდან თავის 20 მით რომ უსაფრთხოების კონფერენცია ამიტომ ქვია მას და აქამდე ეგრე იყო ზეითად გამოსვლების 80-90% ეძღვნებოდა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებს და რუბიოს გამოსვლაში რითიც გავდა ვენსის გამოსვლას იყო ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ხო მიგრაცია და ეს თემები რაზეც შეიძლება ამხელა აქცენტი არ გაკეთებულ იმიტომ ეს სხვა პლატფორმაა ხო და მაინც ეს ერთგვარად არის აპელირება მათ შორის შიდა პოლიტიკურ ელექტორატზე და იმ თავის პარტიის ამომრჩევლში თავის პოზიციის გასამყარებლადაც გამოიყენა. მეორე მხრივ რამდენი კომპლიმენტიც მან ევროპას უძღვნა ამ კულტურაზე, იქ ახსენა მწერლები, პოეტები, მომღერლები, იქედან ეს გამოიყენა წასული ამის ხსენების მერე ეს ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ ეთქვა, რომ აი როგორ დაღმასვლაშია ხო და როგორ დაღმასვლაშია დღეს ევროპა ხო ნუ ეხლა რუბიო მიგრაციაზე საუბრობს ეგ ცალკე მოვლენა არ კიდე რამდენად სამართლიანი ამის და მისი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე ამის კრიტიკა მაგრამ ნუ ეს განცდა დარჩა და მეორე მხრივ ჩვენ მის გამოსვლაში დიდად ვერ მოვისმინეთ რუსეთის და ჩინეთის კრიტიკა ხო არ რუსეთი იყო ნახსენები ერთხელ და ჩინეთი საერთოდ ხო ან ეს საკუთარი იყო ტექსტის საკუთარი ან ნაგულისფერი იყო მაგრამ აქ საუბარია რამდენად სწორია, როცა ეს პირდაპირ და ნაჯახისებურად აკრიტიკებს შენს თავარ პარტნიორს, ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე ეგრე ითვლებოდა ევროპა იყო თავარი პარტნიორი და მეორე მხრივ ესეთი ფრთხილი ხარ ამ ორი
თავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს. ამას ახლა უარყოფს თუ არ უარყოფს ეს ადმინისტრაცია, ფაქტია, რომ რუსეთი გეოპოლიტიკურად ამერიკის მოწინააღმდეგეა, ხო? თუმცა მათივე პრიორიტეტების სიაში არ არის რუსეთთან დაპირისპირება, ეს ნახეთ, ჯერ უსაფრთხოების დოკუმენტში, შემდეგ პენტაგონის დოკუმენტში. მე ერთ-ერთი რაც დავამატებდი, რომ მე გეთანხმებით იმაში, რომ ტონალობაში იყო თავარი სხვაობა და არა შინაარსში, ნამდვილად ასე იყო, ანუ ეს რაღაცა J.D. Vance-ის ცოტა იზოლაციონისტური კედმაღლური ფორმულა. თან ჩემთვის რაც გაუგებარი არის აი ეს პრინციპში მე მგონი იმანაც ახსენა, რა ქვია, ფრიდრიხ მერცმაც რა, მაგრამ რუბიოს სპიცზე ერთი ესეთ კაი შეფასება მოვისმინე, რომ თითქოს იყო აი მისმა სპიჩრაითერმა ხო ChatGPT-ს ან რომელიმე ხელოვნურ ინტელექტს, რომ ვენსის სიტყვა გადაეწერა ოღონდ კარგი პოლიციელის პოზიციიდან და აი რაღაცა ესეთი მსგავსი თითქოს გულშემატკივრის პოზიციიდან აკრიტიკებდა. პოზიციიდან იგო იყო განსხვავებები. ხო თავარი სხვაობა ხო ტონალობა იყო ნაბლად და შინაარსობრივად პრაქტიკულად არანაირი ასთანა ვენსთან არ ყოფილა ამ სპიჩის. ერთ-ერთი რაც მე და ასევე აი ამ ამერიკული იმის კონტექსტში იყო კიდე ელბრიჯ კოლბის გამოსვლა, რომელიც მოდი სამ კოლბიზე გადახარ რუბიოზე დავამატებ, რომ რუბიო 10-15 წელს წინ დიდი ხანი ეს იყო უბრალოდ სენატორი, იყო ძალიან გულხუარი და აქტიური მხარდამჭერი თავისუფალი ვაჭრობის და მუდმივად ამას ლობირებდა, როდესაც ამბი პოლიტიკაში იმეროსაც მიგრაციის შესახებ კანონის ერთ-ერთი თანაავტორი იყო ბოლო მომენტში ვარი თქვა თვითონ. ხო, თუმცა მაშინ მაგ კანონს მოყვა მე ეს ჩაის პარტია და ასე შემდეგ. რუბიო პერსონალური ან კამელეონური ეს დასწრება და რაღაცაზე ხედა. ხო, არა, უბრალოდ ეს რაღაცებს არ უნდა ამას იმიტომ ამბობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო მისთვის და მე ერთმა უპასუხა, რომ ჩვენ ისე მხარს უჭერთ თავისუფალ ვაჭრობას და აღარ ვართ ამ იზოლაციონისტების მერცის განცხადებებიდან ევროპელ ლიდერებს გადავალთ, მაგრამ აი მე რაც მოხდა თვალში და რაც სხვა ლიდერებისგან არ მომისმენია, ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლება მე გამოვიყარა. იყო ეს მერცის განცხადება, რომ ეს მაგა კულტურა ჩვენთვის უცხოა, ევროპელებისთვის ჩვენი არ არის, ხო? ანუ ეს მერცის ხვიდანაც მე ვფიქრობ, შედარებით უფრო კრიტიკული იყო ეს გამოსვლა მიუნხენში, ვიდრე მანამდე რა განცხადებებიც ჰქონდა ამერიკასთან დაკავშირებით. აი გერმანელების საქმე როგორი იყო, თქვა აი ამ კონფერენციის აი მიუხედავად იმისა, რომ რუბიოს სიტყვას ისინი შეხვდნენ აპლოდისმენტებით, ვენსისგან განსხვავებით, რომელსაც წმინდა შოკი გამოიწვია, ან ხო არ იმოქმედებს ეს ისე, რომ თქვა ევროპელები, რომლებიც ვენსის გამოსვლის შემდეგ სტოკზას დაადგნენ ინფოსაისით, რომ თქვა გაზარდას ხო არ იმოქმედებს საძილიაბის ფუნქციას ხო არ შეასრულებს რუბიოს ესკის გამოსვლა. კრიტიკის დიდი ნაწილი არაპოლიტიკოსების მხრიდან, არამედ დამკვირვებლების და ჟურნალისტების და ექსპერტების მხრიდან, რომ არც ის გამოსვლა არ იმსახურებდა ტაეშს, თუმცა რაღაცები აქ რაღაცა რეალპოლიტიკა სტუდიაში უფრო მარტივად ითქმება და კეთდება, ვიდრე რეალობაში ახლა როდესაც პოლიტიკოსი ხარ, რაღაცაზე გიწევს მათ შორის, ახლა მე არ ვიცი ვის რა შეგრძნება დაეუფლა. თუმცა ახლა მერცის ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერცმაც იგივე ტაქტიკა გამოიყენა, თუმცა საწინააღმდეგოდ, რაც რუბიომ ევროპელების მიმართ. ამდენადაც მან აქო და ასე ვთქვათ, ხაზი გაუსვა იმ პარტნიორობას, რაც ამერიკასა და ევროკავშირის შორის არის, იმდენად მან მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპა და მან ასევე აღნიშნა, რომ აი ამ დაპირისპირებაში ეს იქნება ჩინეთი, იქნება რუსეთი, იქნება ზოგადად სავაჭრო საკითხები, ამერიკას არ აქვს იმის ფუფუნება, არც უსაფრთხოების კონტექსტში და არც სხვა სფეროებში, რომ ევროპის და ევროკავშირის გარეშე დარჩეს და მან ამაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის მერცი ალბათ საბაზრო პოლიტიკის ხარდაჭერით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის, ღია თქვა, რომ ტარიფების ნაცვლად მას წამს საბაზრო პოლიტიკის და ღია ვაჭრობის და ასე შემდგომ. შესაბამისად, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მასპინძელმა კანცლერმა ესე ძალიან დაბეჯითებით და მკაფიოდ განაცხადა, ასე ვთქვათ, და პასუხი გასცა, ყოველ შემთხვევაში რაც ევროპელების სათქმელი მისი პირითაც ითქვა. შეგვიძლია სხვა გერმანელებიც იყვნენ, ეს იმართება მიუნხენში. ბევრი იყო, მათ შორის უშუალოდ საქართველოსთვის შეიძლება არ არის ძალიან ნაცნობი და არც უნდა იყოს, მაგრამ აი ბავარიელი პოლიტიკოსები, ან რაღაც სხვადასხვა მიწების წარმომადგენლები, რომლებიც შიდა გერმანულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ისინი კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, კრიტიკულები იყვნენ, მათ შორის ახლა მე ერთ-ერთი ასე ვთქვათ შეხვედრა ღია რაც იყო, სადაც დავესწარი, იყო კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი და ერთ-ერთი ასე ვთქვათ გერმანელი რეგიონალური პოლიტიკოსი და
მან ღიად თქვა, ვისაც უნდა შეუძლია ამოიღოს წესდელი შეხვედრა ღია არის, რომ ის და მისი პარტია ქრისტიან დემოკრატებზე არის საუბარი. აქამდე პარტნიორად ხედავდნენ რესპუბლიკურ პარტიას. ხო, რესპუბლიკურ პარტიას ისინი ვეღარ ცნობენ და ჩვენთვის ახლა რეალისტური არის, რომ ასე ვთქვათ, მოკავშირეებს დემოკრატებში უფრო ხედავთ, დემოკრატების ნაწილში. ნუ თავის მხრივ ხა მეორე ადამიანი, ვინც იქიშ და დემოკრატი გევენ ნიუსომი იყო და შეიძლება ამანაც განაპირობა ეს თქვენი, მაგრამ დღევანდელ რესპუბლიკელებთან პრაქტიკულად საერთოდ ჩვენ აღარაფერი არ გვაქვს. ეს ღიად ითქვა და მათ შორის თელი ის კრიტიკა, რაც ესე არაპოლიტიკოსებისგან, არამედ ექსპერტებისგან ისმის, აი ამ თადარიგის პოლიტიკოსებისგან ძალიან ღიად იყო. ყველაზე ერთ-ერთი ამერიკაში არ ესწრებოდა უშუალოდ კონფერენციის, მაგრამ წავიკითხე რაღაცა ტვიტი ამერიკაში საფრანგეთის ყოფილი ელჩი ამბობს, რომ რადექ სიკორსკი დაადგა თავის, ასე ვთქვათ, დამასკოს გზას, ის ამერიკელზე მეტი ამერიკელი იყო, როცა მე გავიცანიო და ეხლა, ასე ვთქვათ, ძალიან საღათ უყურებს იმ პროცესებს, რაც არის. გასაგები ხა ფრანგი პოლიტიკოსისთვის და დიპლომატისთვის 2000-იანების დასაწყისში სიკორსკი ალბათ ძალიან რადიკალად ჟღერდა და აბსოლუტურად განსხვავებულ ხაზებზე იყვნენ, მაგრამ ანუ ამით იმის გამომდინარე, რომ მათ შორის სიკორსკი ხო, რომელიც ალბათ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი აპოლოგეტი არის და ყველაზე კარგად იცის ამ ურთიერთობის მნიშვნელობა მათ შორის ეგზისტენციალური თვალსაზრისით. ძალიან ღია იყო ამ კონფერენციაზე, პრინციპში ნუ იქ იყო ერთ-ერთი საინტერესო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურჩევ ყოველას ამ ვიდეოს ნახოს. შეყავდათ ჰილარი კლინტონი, რომელსაც და ესე დაესხა თავს ეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკაზე და სხვა საკითხებზე და მე სიკორსკი უხსნის ანაბანას როგორ არის ევროკავშირის სტრუქტურა, როგორ ამტკიცებს ევროპარლამენტი აღმასრულებელს, მე გადაწყვეტილება როგორ მიიღება ევროკავშირის შიგნით და ბოლოს კითხვას უსვამს, ესენი თუ არაარჩეული ბიუროკრატები არიან, შენ რატო ხარ არჩეული? შენც ხო იგივე სისტემით ხარ არჩეული შენივე ქვეყანაში, როგორც ევროპელი ხალხი. რო არ გაურთულო. ეს ვიდეო ამოლად კი და ასევე მეორესაც დავამატებ, ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა სიკორსკის უკრაინის დახმარების საკითხზე, სადაც იქ პანელზე ეჯდა ამერიკელი, რომელიც საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერას დამაღია, თქვენ აღარ ეხმარებით უკრაინას, ჩვენ ვიხდით ფულს იმისთვის, რომ უკრაინამ მიიღოს ამერიკული შეიარაღება. ნოლანდე ჩამოვიდა 2025 წელს ამერიკის მხრიდან უკრაინაში გაგზავნილი იარაღის რაოდენობა და ამის გამო სწორედ ევროპა უნდა იჯდეს იმ მაგიდასთან, სადაც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეგ ალბათ არის მთავარი ხაზი, რითიც ევროპელები ეთხოვენ, ასე ვთქვათ, ამ შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში მაგიდაზე მნიშვნელოვანი როლის დაკავებას, იმიტომ რომ ისინი თვლიან და ეხლა ციფრები მართლა იგივეს ყველაზე დიდი დონორი უკრაინის შემთხვევაში არის ევროკავშირი, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების კუთხით და ეს იგრძნობოდა. ეს ის გამოსწონდა ლოგიკურად მე მგონი და უნდა ვთქვათ, რომ ბერას თვალში მოხვდა, შეიძლება მე არასწორად არ მახსოვს კარგად, მაგრამ როგორც წესი ეს უკან პანელები რაც არის ხოლმე ლიდერების უკან გამოსვლების უკან მეორდება სახე გამოსვლის, იმიტომ რომ უკან რიგებში ხალხმა დაინახოს ზელენსკი მესპანელები გამოიყენო ცოტა სხვანაირად, გაშვებული იყო ვიზუალური მასალა, თანხლები და ამსახველი იმის, რაზეც იმ მომენტში საუბრობდა, იქნებოდა ეს თქვა რუსული შეტევები, დანგრეული სახლები, დაბომბვები თუ რაღაც სტატისტიკები, ინფოგრაფიკები. ამას ჩემზე როგორც შტაბ-შეწირება მოახდინა, რომ კარგად იქნა გამოყენებული ეს და მე მგონი აპლოდისმენტებითაც ყველაზე მეჯერ სიტყვა უკრაინულ პრეზიდენტს შენ გაგვიზიარა შენი შტაბ-შეწირებები უკრაინელების პრეზიდენტთან დაკავშირებით. ზოგადად, ხო, ის ჩარტში იწერებოდი, რომ ეს შტაბ-შეწირება ისეთი წარმომადგენლობით იყვნენ უკრაინელები და მოდი ასევე ვისაუბროთ იმაზე, თვითონ სიტყვაც განსხვავებული იყო, ხო, იგივე დავოსისგან და ეს ფორუმი, ეს უსაფრთხოების კონფერენცია დავოსის სტილში მიმდინარეობდა გარკვეულწილად დავოსში, ნახეთ ზელენსკის საკმაოდ ხისტი გამოსვლა ევროპელების მიმართ, სადაც გააკრიტიკა ეს დაუშვებელი ჭოჭმანი, პასიურობა, ამ შემდეგ ამჯერად ძალიან განსხვავებული აქცენტები ჰქონდა უფრო მადლიერებაზე, ამაზე. მოდი ეს გითხარი იქ ადგილზე როგორ იყო აღქმული და უკრაინასთან დაკავშირებით რა გესმოდა ზოგადად? აი ადგილზე სიმართლე რომ თქვა, ამერად ეს ხა ბიუსის უფრო ცენტრალური არა რა მოლოდინი რაც იყო, ასე ვთქვათ, რომ მაინც კრიტიკულად შეხვდნენ, ხო? მე გამოსვლა ისეთი იყო, რომ პროგნოზირებადი იყო მაგის ხა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ აი ზელენსკის გავსი კი არა, ბევრად ცუდი გამოსვლა რო ქონოდა, იმდანაც დიდი არის სოლიდარობის გზნობა უკრაინელების მიმართ. ხა ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს შორის, ვინც უშუალოდ ამ შენობაში იყვნენ, რომ
ზელენსკის ეს კრედიტი წინასწარ ქონდა. მე ვrocხვი ხომ მართლა ისეთი სიტყვა იყო, რომ დაშ დაგაკროვინებდა, ასე ვთქვათ, ისე გაფილტროდა უბრალოდ ტექნიკურად შეხედო. აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ ძალიან გზნობიარე იყო ყველა და ყველა რამდენიმე, ყველა ადამიანი და დიდწილად, მით უმეტეს ახლა ევროპული დელეგაციები დიდწილად ისე იყვნენ, ხო, მაქსიმალურად ცდილობდნენ უკრაინის ხარდაჭერას. შესაბამისად, მე ხა დარბაზში არ ვიყავი, ზელენსკი იმ დარბაზში სამწუხაროდ ჟურნალისტები ვერ ახერხებენ შესვლას. სადაც ეს თავარი გამოსვლები არის, მაგრამ ატმოსფერო იგივე იყო გვერდის და, არ ვიცი, დერეფნებში და ყველა ადგილზე, ასე ვთქვათ, მაგ ღონისძიებაზე, რომ პრინციპში უკრაინელების მიმართ მხოლოდ ასე ვთქვათ, სოლიდარობა, დახმარება და ეს ამით იყო გამსჭვალული, ანუ რაღაც ეს კონკრეტული პრინციპში რო ვთქვა, გამიჭირდება, იმიტომ რომ ზელენსკის სპიჩი რაღაც არაფერი პრინციპულად ახალი. ხო, ისეთი არ ყოფილა, რომ ეხლა რაღაც აი ამ ნაწილზე შეიძლება თქვა და იმ ნაწილზე მეორე და რაღაც ანუ უბრალოდ იყო, რომ ჩვენ უნდა გავუგზავნოთ უკრაინის ხარდაჭერა და ეს რაღაცა გაცნობიერებული აქვთ. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც იმათ დიდ ნაწილს მოდი ესე ვთქვათ. ანუ და იგივე ზელენსკის გამოსვლაში პირველი პრაქტიკულად რაც აღნიშნა არის, რომ ეს დიდი შეცდომა უწოდა იმას, რომ ევროპელები არ არიან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აი ამაზეც რო თქვა. მე მგონი დავოში აი ძალიან ცოტა ზედმეტი მოუვიდა. ჩემი აზრით და შეიძლება მაგის კომპენსირებაც იყო. მე მგონია, რომ დავოში არ ყოფილა, რა, ჩემი შექმნება იყო, რომ ცოტა დაუსახურებლად ზედმეტი აქცენტი იყო ევროპელების ჭოჭმანზე და ამერიკელების ნაწილზე საერთოდ. ანუ და უფრო აი რაღაცა ტრამპისტული, თქვათ, რაღაც პოლიტიკასთან მორგების სურვილი იკითხებოდა რაღაცნაირად და მაინც არ გამო. რაც მაინც არ გამოდის და როგორც ხედავთ, ხო, ანუ ხა შედეგოა. კი, ამ რუბიოს სპიჩის მიუხედავად, რომელმაც აქ გამოიწვია ახტოვანება და მეც უნდა ვთქვა, რომ ჩემთვისაც ბევრად უფრო მისაღები იყო ეს გამოსვლა, ვიდრე თქვათ JD Vance-ის გამოსვლა, შეასრულა რაღაცეებში ვეთანხმებოდეთ, რაღაცეებში არ ვეთანხმებოდეთ. ეს სხვა საკითხია და აქაც მათ შორის აი ამ სამ ადამიანის შორისაც შეიძლება განსხვავებული აზრები იყოს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც ახლა ჩემთვის თავარი იყო ამ თვალსაზრისით არის ის, რომ აი ამ კონფერენციის თავარი დღის წესრიგის თავარი ნაწილი იყო სწორედ უკრაინა, აი ეს რუსეთის მიმდინარე ომი უკრაინის წინააღმდეგ და თქვათ რაღაცა ეიფორია, რომ თითქოს რაღაც დაბრუნდა ეს business as usual და რაღაცა ესე არ მოხდარა და ასევე რაც თავარია ხედავთ აცდენებს ისევ ევროპულ მიდგომასა და ამერიკულ მიდგომას შორის უკრაინასთან მიმართებით ხედავთ, რომ ტრამპის ხედვა არის იგივე, რომ უკრაინა მარცხდება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააფორმოს შეთანხმება და ხედავთ, რომ რუბიო აი ამ მიუნხენის კონფერენციის მერე ესტუმრა არა უკრაინას, რომელშიც ჯერ კიდევ არაა ნამყოფი როგორც სახელმწიფო მდივანი, ხო, აი ამ დროის განმავლობაში არა ესტუმრა ხო კი, ეს სლოვაკეთს და უნგრეთს. სხვადასხვა უნგრეთიდან საინტერესო იყო, რომ უნგრეთის დელეგაცია იყო, ამ შემთხვევაში მაგიარი იყო და აი ცოტა ამ სტატურა ინტერვიუ საინტერესო და ვეღარ მოვასწარი რაც საინტერესო იმნებოდა, მაგრამ ისე და მისი მომავალი ვაიმორჯი ანიტა ორბანი. ისე თქვა მინდა, რომ ეს იყო მთლიანად აი წინასაარჩევნო ხაზამჭერი ვიზიტი, რა თქმა უნდა, ორბანის, რომელსაც რთული არჩევნები აქვს, ახლა სხვადასხვაგვარი კვლევები ეტარდება, ზოგი იგებს, ზოგი აგებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის ასეთ საფრთხის წინაშე აქამდე არ ყოფილა მარცხის როგორც ახლა ეს ხო. აი ძალიან უცნაური ვიზიტი იყო. დავიწყებ იმით, რომ ჩავიდე და თქვა, რომ ჩვენი წარმატება, თქვა, რომ უნგრეთი არის რაღაც სტრატეგიული საყრდენი ამერიკის ცენტრალურ ევროპაში, და აი რა თვალსაზრისით არის ცოტა რთულად არ გასაგები, გარდა იმისა, რომ მეგობრობს ორბანთან და ეს პოლიტიკურად არის ასე ვთქვათ, წარმატების და იდეოლოგიურად სამაგალითო პერსონაჟი გახდა ამ მაგა მემარჯვენე წვერებისთვის ამერიკის ორბანი და მისი მიგრაციული პოლიტიკა თუ სხვა საკითხები ძალიან მოსწონთ, მაგრამ ასევე მან თქვა, რომ ჩვენ იმიტომ მივეცით გამონაკლისი სანქციებს უნგრეთს ამ რუსულ ნავთობზე და საუბარში ჩვენი მეგობრია და ამის გამო მივცემთ და თუ საჭირო იქნება კიდევ მივცემთ თუ ეგ ეს თქვა სხვათა შორის, თუმცა მინიმუმ ეს წინასაარჩევნოდ გააკეთეს, რადგან თუ ეს არ მოქმედებოდა, მკვეთრად გაძვირდებოდა უნგრეთში ენერგომატარებლები, რაც რა თქმა უნდა წინასაარჩევნოდ ორბანის შანსებზე ნეგატიურად აისახებოდა. არანაირი განცხადება პროევროპული ან უკრაინის ხაზამჭერი მას ორბანის გვერდით არ გაუკეთებია, რა თქმა უნდა და ერთგვარად არ დაუბალანსებია ის თუ დააკვირდებით ორბანის წინასაარჩევნო რიტორიკას და კამპანიას, სულად არის აგებული იმაზე, რომ მადი არის იმათი მარიონეტია,
აგებულია მშვიდობის მესიჯზე, ომის საფრთხეზე, ცნობის ზავნილებია. აი ძალიან ნაცნობი გამარებია და ამის პარალელურად ჩვენ ხედავდით, რომ უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი იმყოფებოდა ამ უსაფრთხოების კონფერენციაზე, განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც დახპირდა, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრი პოლონეთის გაქცეულია ბუდაპეშტში და ასევე მისი მოადგილეს, რომლებიც არიან ყოფილი მმართველი პარტიის, კაჩინსკის პარტიის წევრები და მან თქვა, რომ თუ გაიმარჯვებს აუცილებლად მათ ექსტრადირებას დათანხმდება. ასევე იყო კომიკური მომენტი, რომ ორბანი არის უგვარად ჩვენი მომავალი საკრებულო საქმეთა მინისტრი და ტუსკმა უკვე სხვა არ აუშვოს მე ჩემი სახელი დონალდიაო და ესეთი იუმორისტული გაცვლა იყო და მნიშვნელოვანი ის იყო ხო განსხვავება ამ მხარეს შორის ხო როცა ოპოზიციის ლიდერი რომელიც ასევე არის ევროპარლამენტის წევრი და მისი პარტია მეორე ადგილზე გავიდა უნგრეთში ევროპარლამენტის არჩევნებზე 30% აიღო და დიდი ფრაქციით არის ის ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა სხვათა შორის რომელშიც ორბანის პარტია აღარ არის უკვე დიდი ხანია იქ ხო რაც ცალკე ოჯახი გააკეთეს ხო კი პატრიოტები ევროპის ხო და მოკლედ სერიოზულად იმუშავა ოპოზიცია უნგრეთის შეგვიძლია ვთქვათ საგარეო ფრონტზე ძალიან მაღალი დონის როგორც ამერიკულმა ოპოზიციამ ასევე კევინ ნიუსომს გულებს ხო ჟიოში მე მქონდა შთარგმნება რომ რუბიუს შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკელი სტუმარი ნიუსომი იყო და გარდა ამისა ასევე არსებობდა აღქმა რომ რეალურად აი ეს არის როგორ თქვა აი ძალიან სასურველი ესეთი ხო რა რაღაცა ესეთი ის რომ ეს სურვილი იმის რომ ესეთ ლიდერთან ესეთ ლიდერი იყოს ამერიკის სათავეში ევროპელების მხრიდან რაღაცნაირად იგრძნობოდა არ ვიცი რამდენად სწორი არის მაგრამ აი და შენ გქონდა შანსი გასაუბრებოდი კევინ ნიუსომს ხა უნდა ვთქვა რომ მე შევხვდები ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისმინე მხარდაჭერის გზავნილება განაცხადა ყველაფერი იქნება კარგი. საქართველოს არჩევნებში ფასტ-ფუდის ისის მაჟორიტარს კონკრეტულად. აი, მოდი პერსონალური შტაბის გვიზიარე რამდენად ანუ არსებობს განსხვავება რომ კევინ ნიუსომი რეალურად ამ დროისთვის 2028 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის ფრონტმენერია. აი, თვითონ მისი ქცევა ვთქვათ, მისი რაღაც ანტურაჟის იყო შტაბეშტილება დაგიტოვა და გასაუბრებიდანაც რა შტაბეშტილება დაგჭა ეს საინტერესო მოსმენები. კევინ ნიუსომსაც შეეხება ასევე შეუძლია ჩვენ ფოლოვერებს რომ ნახონ ეს ვიდეოს, ესე რომ აკეთებენ აქ. ჩვენ პატარა კორეარე ინტერვიუ არ გამოვა, მაგრამ ასე ვთქვათ კომენტარი ავიღეთ და მოვახერხე ამის გაკეთება იქ. ძირითადად ეს პუტინზე და ტრამპზე იყო. რაც შეეხება აღქმას, მე თვითონ ამერიკული დელეგაცია საკმაოდ დიდი იყო, მარტო კევინ ნიუსომი არ ყოფილა, თუმცა ძალიან კევინ ნიუსომზე ვსაუბრობთ, არის ის, რომ ვინც ამერიკულ პოლიტიკას მეტნაკლებად აკვირდება, ამას ისედაც შეამჩნევდა და მიუნხენში ნიუსომი თითქოს აი ამ რაღაცა შავ 4 წლის განმავლობაში მისთვისაც ტრამპის პრეზიდენტობა არის და მძიმე ის შტაბეშტილება გექნება, რომ ის საუბრობს მარტო კალიფორნიის სახელით. იმიტომ რომ ეს ხო რა თქმა უნდა ბევრია კალიფორნია ეკონომიკით, ეკონომიკის მაჩვენებლებით მეოთხე იქნებოდა ცალკე ქვეყანად რო არსებობდეს და მუდმივად ამაზე აპელირებს, რომ აი ჩვენ კალიფორნიაში გადავუნდათ უკრაინელი ინსტრუქტორები, გვაქვს თანამშრომლობა, აქ არ არის მნიშვნელოვანი საკითხი სამწუხაროდ, მაგრამ გარემოს დაცვა, ეს მთელი საკითხები რაც ტრამპამდე აჯენდაში იყო, კევინ ნიუსომისთვის ისევ მაგიდაზე დოს. შესაბამისად, იგი საგნობი ასე ვთქვათ, სავარაუდოდ შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მეორეს მხრივ შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა ევროპელებისთვის და ალბათ არ მხოლოდ ევროპელებისთვის, ხო, ბევრად უფრო მისაღები კანდიდატი არის, რადგანაც იზიარებს აი ამ რაღაცა ტრანსატლანტიკურ ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებულ ურთიერთობას და ზოგადად პოლიტიკებს სხვადასხვა საკითხებში. და ეს ურთიერთობა რომ ძალიან მარტივი და ისეთი იყო, რა ქვია, მსუბუქი მათ შორის და მარტივად კავშირდებოდნენ ერთმანეთთან, ეს ძალიან თვალში საცემი იყო. გარდა ამისა, ხა მე ჩემი პირადი წარმოგენა შემიძლია გაგიზიაროთ, რომ საბოლოო ჯამში ხამდე ამ წლების განმავლობაში ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი მინახავს რაღაც ძირე ურთიერთობა მაინც, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული რესპონდენტი ან ადამიანია, ვისაც შეიძლება გაესაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ მისი სტატუსი მისი რაღაც შესაძლებლობები აბსოლუტურად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც საქართველოსდან მოცული ჟურნალისტი არტიკი გაიკარო ირგვლივ. ესე უხეშად რო თქვა. შესაბამისად,
აი ეს და შარმი, რაც პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე და ქარიზმას ხო. გარდა ამისა, იყვნენ სხვა პოლიტიკოსები, რესპუბლიკელებამდე სანამ გადავალთ, შეგვიძლია ოკასიო-კორტესი ვახსენოთ, რომელიც საკმაოდ დიდი ყურადღება მე არ ყოფილვარ მის ასე ვთქვათ ღონისძიებებზე, თუმცა აი რაღაც რიგს რო უყურებდი, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი რიგი მის ასე ვთქვათ იმ პანელებზე იყო, სადაც თავად გამოდიოდა, თუმცა ჩემი შთაბეჭდილება შეუცვლელია და იგივეა რაც იქამდე მქონდა, მე ბანერს ეხსას შიდა პოლიტიკა შეიძლება ჩვენი საქმე ნაკლებად არის, საგარეო პოლიტიკაში, თუნდაც იგივე გევინ ნიუსომისგან განსხვავებით, საკმაოდ ასე ვთქვათ მოიკოჭლებს. ვაირალ გახდა მისი ვიდეო, სადაც ტაივანზე ეკითხებიან და სადღაც 1 წუთის განმავლობაში ვერაფერს ამბობს და ბუთბუთებს. ხო რაღაც მეც ნახე ვიდეო ვერ მივხვდი ატარა რა თქვა ძალიან მარტივად პროგნოზირებადი იყო, ეგეთ კითხოს დაუსვამდნენ, ეგეთ კონფერენციაზე როცა მიდიხარ და აშკარად მომზადებელი იყო და შეიძლება რაღაც სტანდარტული პასუხი გაეცა, მაგრამ ვერ გაბედა ალბათ თავისი იდეოლოგიური ან სხვა ჩერჩოდან გამომდინარე, რომ არ ვიცი რა. და პრინციპში ალბათ ოკასიო-კორტესი უფრო მარცხნივარი დემოკრატიული პარტიის ფრაქცია კაროლინადინეონო. ვერანაირი ალბათ შეიძლება იმიტომ აღარ სხვა ჩემი რომელი ფრაქცია გაიაწყენებინა თავისი პარტიაში, ან უბრალოდ იმდენად კომპეტენტურია რომ ვერ მოიფიქრე. ჩემი აზრით, აი ბოლოზე ისე რომ ვთქვა მარტივად, ის იგი რაც მის შეხვედრებზე იყო, გადაჭარბებული მგონია, შეიძლება სხვა სპიკერების მოსასმენად შეიძლება ღირდეს. ნიუსონზე დავამატებ თუ შეიძლება ასევე რომ სხვათა შორის ამას წინათ ყავდა თავის პოდკასტში სტუმრად ბენ შაპირო. მაგაზე იქაც იყო. რომელიც მისი ტაქტიკაა, ესაუბრება განსხვავებული ერთსაც ჩაწერა. ხო, სიტუაცია ბენონის ყავდა ბენ შაპირომ თვითონ ჩაწერა პოდკასტი მის სტუმრობაზე გევინ ნიუსონთან. და კომპლიმენტი თქვა ეს, რომ აი ძალიან ბევრი პოლიტიკოსთან მისაუბრია და ყოფილა და აი უამრავი მიზეზი ასეულს, რის გამოც აკრიტიკებენ მას როგორც კალიფორნიის გუბერნატორს, ხოლო სტანდარტული საკითხები გაძვირებული ფინანსურობა, გარემო ზედმეტად რეგულაცია და კინიგზა და მოკლედ ყველაფერზე აქვს გამზადებული პასუხები და იმდენად მაგრად აქვს მესიჯ ბოქსის შესწავლილი და იმდენად ყველა თავდასხმის ხაზი იცის, რაც მის წინააღმდეგაა და არ არსებობს თემა, რომელზეც თავს დაესხმები და კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემს. შეიძლება ეს მართალი არ იყოს, მაგრამ ყოველთვის კომპეტენტი და ამით ვიყავი მე თვითონ გაოგნებულიო, ამას ამბობდა ბენ შაპირო. ხო, სხვადასხვა ხა ეს ანიმეში დეტალებში ვარ წავიდეთ ამერიკული გევინ ნიუსონით საუბრობდა ბენ შაპიროზე და ამბობდა რომ ანუ ამერიკაში ხარ ვიცი ამას ევროპელები რამდენად ხედავთ, მაგრამ ეს მაგას ფრაქცია რო იშლება შაპირო არის ამის დასტო ძალიან ბევრი ომი ტიპულად მაგრამ ეს აღარ არის ერთიანი კოალიცია და მუდმივად ამას იმეორება რომ ტრამპი არის დროებითი და იმიტომ იმედი ქონდეს ადამიანებს აი hope იყო ის სიტყვა რასაც გავახსენებდა ბარაკ ობამას ამ შემთხვევაში რომ მუდმივად ამაზე ახალი ცვლილების ქარი თუ რაღაც ესეთი ოჩოს ასევე ძალიან მოკლედ დავამატებ ნიუსონზე რაც ვკითხულობ წინა კვირას ქონდა აქციას ეგეთი დიდი მასალა იმაზე რომ ნენსი პელოსიმ დაიწყო კევინ ნიუსონის საპრეზიდენტო ნომინაციაზე მუშაობა და მოგხსენება თუ ვინმე არის ძიმეწონიანი პოლიტიკოსი დემოკრატიულ პარტიაში ნენსი პელოსი ალბათ ყველაზე გავლენიანი არის მათ შორის დონორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ასევე რაღაც მიქცია ყურადღება და რაც იქცეს ყურადღებას ნიუსონთან დაკავშირებით არის მისი უნარი რომ აი ტრამპს მოუნახოს სუსტი წერტილები ხო იგივე ვთქვათ პიარული რაღაცა კომუნიკაციის თვალსაზრისით ეს მისი ცნობილი სამუხლეები რომელიც მაგა აპიარა რომელიც ტაქტიკა რასაც სოციალურ ფთოში იგივე ენით წერა რაღაცა ყურადღება სარკაზმი რასაც იყენა ახალგაზრდების ჩართვა პოლიტიკაში რაღაცნაირად ასე რამდენიმე სერიოზული გამარჯვება ჰქონდა ხო პირველი ის რომ ეს აი ეს საგეტები არ დაუშვა თავის რეფერენდუმია თას გადაიხაზება მის შტატში კონგრესის ოლქები ანუ ძალას ანაკებს უკან რა ძალიან ნაკლად დემოკრატიულ პარტიას განსაკუთრებით ერთი წლის წინ და ეს ანუ აი იმის განცდა ეხლა აი ავიღოთ თუ პლანეტარი რომელიც აზზე არ არის ის აი ნიუსონს შეხვდები მივხვდები რომ ამ ტიპს აქვს შესაძლებლობა რომ დაგაჯეროს რომ რაღაცების აკეთება შეუძლია რა ანუ ძალიან ისეთ კარიფორდია შეიძლება ახსნით ჩვენი რეგიონის წარმომადგენლობასაც ამ კონფერენციაზე, იმიტომ სამწუხაროდ საქართველოს იყო ერთ პანელზე. კალიფორნიიდან ჩვენ რეგიონზე განმოხვედი არის ლოგიკურია. ხო და ერთი რაც მაინტერესებდა შენგან განსაკუთრებით როგორც ესეთი ევროკავშირის ამ პროექტის დიდი კომაგისა და
მოყვარულისგან ევროპელი ლიდერების გამოსვლა, რომელიც პრაქტიკულად ყველა მეორდებოდა და კიდევ ერთი ნიშანი ვთქვათ, რატომაც ვერ როგორ თქვა დაფარა ის უშული რაც ვესის გავსპით გაჩნდა ევროპელებსა და ამერიკელებს შორის, შემდეგ უკვე მოქმედებებით გაგრძელდა ხოლმე შესწორა და მარტო გამოსვლა არ ყოფილა, შემდეგ იყო კონკრეტული ტარიფები, რაღაცა მრღვევა, რაღაც ილოზები, ბერადიაზე მუკარები. ეს ყველაფერი იყო და რაც მაინც მიანიშნებდა იმაზე, რომ აი ბიზნესი არ განზრდება როგორც ჩვეულებრივ მანამდე, ეს იყო ევროპელი ლიდერების გამოსვლები და მერცის, მაკრონის, ამ შემთხვევაში მერცის გამოსვლა უფრო საინტერესო მშობლო ესეთი ეს ხაზგასასწრაფო და ძლიერები ლიდერი არის შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ ისიც რაღაცა ესეთი რთული კოალიციის მადლიდან ანალოგა წამსულ ფაზაში გადადის. ლეიდაკის ფაზაში გადადის, სტარმერიც პოლიტიკურად სუსტი არის, მაგრამ ყველა მათგანის გამოსვლაში იკითხებოდა ერთ იგივე ეს გენერალური ხაზი, რომ ევროპა უნდა გახდეს დიატი, ევროპა უნდა გახდეს გეოპოლიტიკური მოთამაშე, ევროპა უნდა აღორძინოს თავისი სამხედრო ინდუსტრიული ბაზა და უნდა ყველა აი მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში ყველგან ხო ეს შენი აზრით საბოლოოდ დადგა თუ არა ის რეალობა, აი ეს ევროპის გაღვიძებაზე ბევრი საუბარი გვესმოდა წლების განმავლობაში, შემდეგ ხო საკითხია, ამდენად სამართლიანი იყო ეს ყველაფერი. აი შენი აზრით რამდენად დგას აი ეს მომენტი უყურებ თუ არა ევროპის გეოპოლიტიკურ გაღვიძებას შეგვიძლია თქვა თუ არა რომ აი ეს ფაქტი შედგა რაღაცნაირად. ხო, ან თუ მაგ იმას გავუყვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპამ გაცილებით ყოველ შემთხვევაში ადრე გაიღვიძა, ვიდრე ქართული Facebook იუზერების დიდმა ნაწილმა, ვინც ამაზე ჩივის შესაბამისად. არ ვიცი, ხა პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სკეპტიკური ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ვინც იყო ბევრის გამოსვლაშიც მოვისმენე, ამბობდა იმას, ალბათ ერთადერთი პლუსი არის ის, რომ ევროპა უფრო გაერთიანებული არის ამ კონტექსტში და მე სიმართლე ვთქვა, არ ვარ დიდი აპოლოგეტი ამ სიტყვა გაიღვიძეს, იმიტომ რომ რაღაცა გამარტივებას ემსახურება ზოგადი პროცესების, მაგრამ ის რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების მიმართულებით, ასე ვთქვათ, პოლიტიკას გადახედა და გაცილებით უფრო მკაფიო გახდა, მე მგონი ბოლო ერთ წლის განმავლობაში, ეხლა რასაც ხავს უსვამდნენ ეს ლიდერები, პრინციპში ისინი იმას კი არ ამბობდნენ, რომ ჩვენ რაღაც დიადი გავხდებით, ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ, ეს იყო გზავნილი, ჩვენ დავიწყეთ თავდაცვის ხარჯების გასდა, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, ჩვენთვის ომი დაბრუნდა ჩვენ კონტინენტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ჩვენი არმია უნდა იყოს და ხა მეტი შორს აღარ წავიდეთ, ბუნდესვერი რამდენიმე წელიწადში იქნება, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო დიადი, ვიდრე აქამდე იყო, ეს იყო მერცის განცხადება, ასევე ბირთვული საკითხი რაც არის, ხო, და ამ ბირთვულ საკითხზე ბევრი ლიდერი სხვადასხვა კონტექსტში საუბრობდა, ერთი ის, რომ ეს ფრანგული ბირთვული ქოლგა შეიძლება სხვა ევროპულ ქვეყნებსაც გადაწყვეტს, მეორე ხრივის ხო არ დადგა დრო, რომ საერთოდ ხო ქვეყნებმაც განავითარონ ეს პროექტი და ამ ხრივ ევროპა კიდევ უფრო და ალბათ გერმანია ხო ამის ეს ვთქვათ, კი ჩვენ ვითით ეს მეორე მსოფლიო ომის იარები რაც არსებობს, სადაც უკვე სხვა რეალობა არის. და გარდა ამისა, მე პოლონეთის პრეზიდენტიც კი რაღაც დაახლოებით ამ იდეის ირგვლივ რომელსაც ავტორიზაცია შეიძლება ნაკლებად ჰქონდა დონალდ ტუსკისგან, მაგრამ დიდათ ის ამაზე არ დაიწყო. მე მგონი რადექსიკოვსკი მას თქვა, რომ ჩვენ რომ გერმანია შეიარაღ, ჩვენ გვიჩვენე რომ გერმანია შეიარაღებს, ას პოლონურ ვიდრე სტიკეს ვირად ფასოს ისტორიის იყოს. ხო, ვიდრე არ შეიარაღ. ავტოსაისითაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და მე რაც მოხდა თავს და რაც მომეწონა ავტოსაისით იყო ის, რომ ყველა მათგანის გამოსვლა იყო სტრატეგიული და ორიენტირებული იმაზე, რომ ის შემთხვევაშიც კი თუ რუსეთსა და უკრაინას შორის 2026 წელს რაიმე შეთანხმება შედგება, რუსეთი დარჩება გრძელვადი სტრატეგიულ საფრთხედ, მაგალითად ისაუბრა ამაზე, რომ რუსეთს ეყოლება გაბერილი არმია, ესეთი მოცულობითი სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, სტარმერის განცხადებაც იგივე იყო და მერც განცხადება რაღაცა ის განთაირატო ხაზი იყო რაღაცნაირად. მე გაქრება და ეხა ზართული არის ხო, მათ შორის რამდენადაც მე პირადად მართლაც ძალიან დიდი კომაგი ვარ ევროკავშირის და ზოგადად ამ ევროპული პოლიტიკური კულტურის და ევროპის როგორც პოლიტიკური პროექტის. ეხლა მეორე მხრივ ძალიან რთულია სახელმწიფოების გარდა არიან ასე ვთქვათ არასახელმწიფო მოთამაშეები, ხო ეხლა ბევრი ბიზნესი არის, ვისაც დღემდე ამის ხელები მოაჭრეს თორე აპირებდნენ გაგრძელებას ბიზნეს ურთიერთობის. რატო ომი რომ მორჩეს ალბათ რაღაცა ტიპის ეს გადახალისება და რაღაცა ტიპის უკან დაბრუნება რაღაცების იქნება, მაგრამ თავარი სახელმწიფო დონეზე რომ რუსეთი რჩება საფრთხეთ
რუსეთი ერევათ ხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტო არჩევნებში აღარ არის, ხო, ეს იქნება საფრანგეთი, ეს იქნება გერმანია, ეს იქნება პოლონეთი, მთელი რიგი ასე ეს ჰიბრიდული და რაღაც ასიმეტრიული, რომელიც ხა აქ შეგვიძლია მართლა ცოტა შიდა კონტექსტში შემოვიდანოთ იმას, რასაც საქართველოში და სხვა ქვეყნებში აქეთ ვინც ვართ, ასე ვთქვათ, საუბრობდით ერთი 10 წლის წინ და 15 წლის წინ. ამას ეს შეგვხვდება დღეს რეალურად ევროპულ პოლიტიკურ ნიადაგზე, ხო, რომ აი დეზინფორმაცია, ეს ინფორმაციული კამპანიები, ეხლა ჩვენც კარგად არ გაგვიშუქებია და მე მგონი უფრო კარგად გქონდეთ გასაშუქებელი, მათ შორის იგივე მაგი არის წინააღმდეგ რაღაც ირიბად მენიშნება იყო, რომ სექს სკანდალის თუ ყოველთვის ფარული ჩანაწერები თვითონ დაწერა მე ამაზე, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამ რაღაც საინფორმაციო ომის ნაწილი არის. ანუ ძალიან ბევრი კუთხე აქვს ამ ყველაფერს და კარგი რაც არის ის, რომ ამის გააზრება ხდება ევროპაში და იმედია ამ ხალხს გაყვებიან. ალბათ ის ძალები, ვის ჩვენ შეგვიძლია მოვიაზოთ ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ კლასიკური გაგებით, ისინი ამას ასე ვთქვათ აცნობიერებენ. აქ ალბათ თავი საკითხი არის, რომელიმე ასე ვთქვათ მნიშვნელოვან სახელმწიფოში არ მოხდეს ულტრამემარჯვენე ძალების გამარჯვება და ნუ მეტი ასე ვთქვათ სამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნები იყო, ხო, რომ შეიძლება უკრაინა სულაც არ იყოს ბოლო ქვეყანა, რომელზეც რუსეთს საკუთარი პლანები მოდება. მე იმასაც დავუღვით. მოვახოდით გეოგრაფიულად საქართველოს და რეგიონის ნაწილშიც მე კარგად ანალიზი აღავიდოno თურქეთის ბილობით, ხო? ანუ რეგიონის კონტექსტში ვამბობ, კავკასიის კონტექსტში განსაკუთრებით გასაუბრებელ საუბრად ეს ის ვიზით შეთანხმებებზე ეკონომიკურ პერსპექტივაში. რა გავიგეთ საქართველოს ანუ კავკასია დაალიდერებით იყო წარმოგდგენილი. ნახე და რა დისკუსიები იყო ამის უსაფრთხოების ფორუმზე ნიხამარიევი ეწევოდა ის პანელზე ყოფებოდა ღია შეხვედრა იყო ეს ღია ივენთი იყო მარტა კოსთან ერთად გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ერთად ძირითადად ისაუბრეს ევროკავშირის და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე და კავკასიის ოლზე აქცენტი კეთდებოდა მშვიდობაზე არის კითხეს მათ შორის ახლახანს ბაქოს სასამართლომ მიუსაჯა ოსტრიანი პატიმნობას სეპარატისტ ლიდერებს და მან გამოიცხადა ყოველგვარი გაცვლა და რამე გამოშვება. თავარი სიახლეა, სიახლე შეიძლება ბევრისთვის არ იყო, მაგრამ პირადად ხელი თქვა ის, რომ კასპიის ზღვის ქვეშ გაივლის კაბელი, რომლითაც ელექტროენერგიის ექსპორტი მოხდება აზერბაიჯანის მერე უკვე ამ ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორის და სომხეთის გავლით და თურქეთის გავლით ევროპისკენ. Როგორც და ეს უკვე 26 წელს ბოლოსთვის დასრულდება ამის მშენებლობა, დასრულდება პორტის კასპიის ზღვის მონაკვეთის ეს გულისხმება და ზოგადად იყო მე უკვე კითხვები და ეს საკმაოდ კრიტიკული სომეხი ჟურნალისტებისგანაც და სხვებისგანაც, მაგრამ თავად მარტა კოსის და რევის საუბარი ძალიან კონსტრუქციული და თანამშრომლობაზე კი და ეხებოდა მუდმივად ამ ენერგეტიკას საქართველოს ერთხელ ახსენა მხოლოდ ალიევმა და მგონი მადლობა გადაუხადა უბრალოდ იმისთვის რომ საქართველოს გავრიჩეთ ბენზინი სომხეთში რომლის ექსპორტის დაიწყო აზერბაიჯანმა სხვა კონტექსტში აუხსენებია მას თუმცა ზოგადად უცით რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია ჩვენი ტრანზიტო და სატრანსპორტო როლის შემცირების და ეს შეიძლება ეს ტერიტორიაში რადიკალურად არ აისახოს ჩვენ ეკონომიკაზე, მაგრამ უშუალო პერსპექტივაში ეს აისახება. რაც ეხება საქართველოს მაგას გამხარეთ არის ხა რეალურად რეგიონი ხა დამიკრძალებული მასში ვარ ჩამოგვით თავკთალო მეორე ხრი რეგიონში და ჩვენთან საქართველოს ნორმალური სიტუაცია იყო ეს შესაძლოა. ორივე ერთად პირიქით სავარაუდოდ რაც არის პროგნოზები გაცილებით უფრო მეტ იმზიდველობას შეიძენს, მაგრამ ეს ხა იმდენი დაშვება ვთქვი რომ რეგიონში სტაბილური მშვიდობა და საქართველოში ასე ვთქვათ მეტად ხო და მეორე მოკლედ ვიტყვი რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო იქ დახურული ივენთზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თუმცა რადგან დახურული იყო მეგონი ბევრი არაფერი ვიცი ოსე მე არ ვიცი მე არ მქონია შესაძლებლობა რომ იქ მოვაიბავე ამ დახურული იყო საერთოდ იყო შემთხვევაში არ გავცე აჯენდაშიც არ იყო ასე ხო ანუ ეს იყო სხვა მხრივ ანუ აშხაპრევოთ ტრაგედია არის ეპოქაში ყოფილა მაინც
ფირი ხო მნიშვნელოვანი თემა სულს ყოველთვის რეგიონალურ კონტექსტში სოფოსკევა და მე ხა აქ არ ვაჭარბე ხო ალბათ ამ გადაცემას თუ აქამდე ვინმე მოვიდა და ვინმე არის ქართული ოცნების ხარდაჭერი ხო შეიძლება ასეთიც იყოს და აია თუ ასეთი არის პირიქით ჩვენი მიზანიც ეგ არის არ ვამბობ იმიტომ რომ რაღაცა მაინც განსაკუთრებით ძაფრის სუბიექტური განცდა მაქვს ამ კონტექსტში და ეს მათთვისაც შეიძლება საყურადღებო იყოს რომ საქართველოს ესეთ დღის წესრიგში უბრალოდ აღარ არსებობს. ან ეს არის აი მე დავანებოთ პოლიტიკურ ანალიზს თავი, ჩავდივარ ქართული ჟურნალისტიკი და რაზე უნდა ვიმუშაო პირველ რიგში თუ არა იმ საკითხზე ხო ანუ მაინც მაკრონი რომ მოდის გამოსვლაზე ფრანგი ჟურნალისტები მას მოყვებიან შეიძლება სხვა რაღაცებს დაშუქებენ მაგრამ ეს არის ხო მათი ძირითადი ასე ვთქვათ დომენი სადაც არიან. ჩადიხარ და პრაქტიკულად მოდი ასე ვთქვათ აი ჰილარი კლინტონი რადგანაც ახსენია სიკორსკი ამ თაობის პოლიტიკოსებს საქართველოს ახსოვთ ძველი ფორმაციით დრესაც ხედავენ მათთვის არის ტრაგიკული შესაბამისად პრინციპში ვიცით ის სათქმელი რაც მათ გააჩნიათ რაღაც აქტიური თოდნა ხო ანუ თანამედროვე ასე ვთქვათ მოვლენებსაც ვიყვებიან მაგრამ ხა ეს წეგივ ადამიანისგან ხო შეიძლება 15 ჯერ ეს წეგივ პასუხი მოისმინო ჩემთვის ოსპოში აი როგორც ჟურნალისტისთვის და როგორც მაყურებლისთვის არის მოსაბეზრებელია ხო ეხლა რამდენჯერ შეიძლება პირობითად კუბილიუსი რომელიც დღეს კიდევ უფრო მაღალ თანამდებობას იყენებს იკავებს ევროკავშირში და მნიშვნელოვანს 50 ჯერ ხო არ კითხავ ვიღაცა კითხავს ალბათ მაგრამ მე არ მქონდა ეგ ინტერესი სხვა მხრივ ის რომ აი რაღაც ცოტა ღირებული ან მნიშვნელოვანი ან სხვა კუთხით საქართველოს ირგვლივ იმუშავე პრაქტიკულად ეს აღარ არსებობს ადამიანებს ეკითხები და არანაირი ამ პასუხის გაცემა არ უნდა თან არანაირი პასუხი არ აქვს და იმ ხალხთან ვისთანაც უნდა ვცდილობდეთ რომ აი მათ შორის გევინ ნიუსონი მე რომ მაგალითად მომხოც ხა მე რომ ვიყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი მათ შორის აი ამ იმას აქ მარცხოლს იმაშიც გამოვიყენებდი და ჩავდებდი რომ ეს კაცი ეგ გახდეს პრეზიდენტი მოდი დღეს თუ რაღაცას ხელს ჩაიხა მე თუ მოვახერხე ხელის ჩამოთქმა და ვაპარაკე ოფიციალურ დელეგაციას ვეროთ უფრო მარტივად ძალიან ბევრი ადამიანს ხდებოდა ეს ცალ-ცალკე ესეთ რაღაცებში ხო უნდა გამოიყენო და იმის ნათქვამად რომ რაღაცა შენ აი ამაში ინვესტირება ქონდეს გაკეთებული ჯორჯიას ვეუბნები ატლანტა არ ვარ და თბილისი და რომელიც რაღაცა რადიო იჭერს და რაღაც ამ ხშირები უნდა ახსენო რომ რაღაცამდე მიხვიდე და ამ ხრივ არის ძალიან ძიმე სიტუაცია არის. ჩემი აქმა არის ის ალბათ იმ დახოლოს შეხვედრებაც ეგ იქნებოდა და პრინციპში ხა ჩვენ ქვეყანაში გვესმის და რა ქვეყნის გარეთ საქართველოს კონტექსტში რომ შუა დერეფანი, გავიგე რომ შუა დერეფანი მნიშვნელოვანია და მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ აი თითქოს სხვა არაფერი არ გვაქვს სამყაროსთვის შესათავაზებელი. აი ამ კონტექსტში მე მაქვს წარმოდგენა რომ რაღაცა ცუდი რეპლიკა ვართ აზერბაიჯანის. აზერბაიჯანიც ხო ხამიტოზის მარტეპოსთან და სხვა იმასთან რომ და რაღაცა დაკავშირებადობა არის მისთვის თავარი ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათო. აზერბაიჯანს რესურსები აქვს და ბევრად დიდი კავი ხო? აზერბაიჯანი ჩვენ უბრალოდ შუაში ვართ და ატამ. შენ არ გაგზავნა ბერკეტე. კი, ნამდვილად ასე არის. შესაბამისად, აი ძალი თუ რამე არის, თუ რამეზე არის განგაშის ზარების შემოსაკრავი, ეს ალბათ ჩვენთვის არის, იმიტომ რომ ვინც ამას ახორციელებს და შემთხვევაში ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი, ის ამას გეგმაზონიერად აკეთებს. ხო ეს შემთხვევით არ ხდება. საქართველოს უბრალოდ აღარ არსებობს და ამ კონტექსტში საქართველოს ბევრი რაღაცა ხდება ხო სოფლიოში რაღაც შეიძლება წლები აი კაცის მართლისე კარგი პერსონაჟი გამახსენდა, მაგრამ ლენინს არ ქონა დგომი შეიძლება ერთ კვირაში მოხდეს იმდენი რომ დეკადებისთვის საკმარისი იყოს და მთელი დეკადები გავიდეს ისე რომ არაფერი არ ხდებოდეს. აი თითქოს ეგეთი სიტუაციაა, როცა შენ სულ რო კარგ ასე ვთქვათ რელსებზე იყო, მაინც მოგიწევდა ასე ვთქვათ ჩვენი თავის აგრესიული რეკლამირება ხო და ამ ვითარებაში აბსოლუტურად დაუწყებული ვარ. შეგვიძლია ვთქვათ და ძალიან ესეთი არის. ტრაგიკული არის. ხო, გულასაწყვეტი არის რეალურად პროფესიულადაც და როგორც მოქალაქისთვისაც და სამხრეთ ფათაშორის დეტალი რაც გადამოწმება არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ იქ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც იყვნენ სამთავრობის გარდა და იმათ ამითხეს რომ ალიევმა იქ რო ჩადიხარ ეს ხე არ არის პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი, მაგრამ გერმანიის მთავრობა გაძლოს მანქანებს და იმითი გადაადგილებს. ალიევმა ჩაიყვანა ბაქოდან თავისი მანქანები და კაი დიდი ის საკმაოდ დიდი ქონდა რა და არ ვიცი ეგეთი რაღაცები რატო ხდება, მაგრამ ის არის რა ქვია, ნუ თავის ჩაფანელი მანქანებით იმას კულუარული რაღაც ეგეთი დეტალები ხო, ანუ იმიტომ რომ ჩვენ აღარ შეგედათ ფასადურად და არის ყველაფერს როცა უყურებ, რაც ქონდა განსხვავებულია და ყოველთვის ისე რაღაცა განსხვავებულ დეტალს, რაც ესე მაყურებლის არეალში თვალსაჩინოში ხდება. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცნაირად აღსვას გვახდით, არ გამოგვივიდა ცუდი საუბარი, მე მგონი და მადლობა გადავუხადოთ ეს მაყურებლებს, ვინც აქამდე მოვიდა.
და დავშვებოთ მათ მადლობა ზადაშენის სტუმრობისთვის, ხოსტუმრობისთვის. გადავუხდე მაყურებლებს და იმედია და მინავთ ხოლმე ხარდაჭერა ასე თქვა ჩვენი პროექტისთვის. ძალიან კონკრეტული მაგალითი შემიძლია მოვიყვანოთ. წელს თუ ვიყავით და ვაშუქებდით მიუნხენის კონფერენციას, ჟურნალისტიც მე ვიყავი და ოპერატორიც. შემდეგ წელს თუ დაგვეხმარებით, ვუკა იქიდან რომელიც ძალიან აქტიურად ხელებს იქნებს გადაცემის ყველანაირი დრო უკვე ამოწურულია, უკასაც წავიყვანთ და უფრო კარგად გავაშუქებთ. აი კონკრეტული მაგალითი რითიც შემიძლია.